ვახო მე პროვოკაციულ შეკითხვას დავსვამ რა, ანუ ვიცი რომ ეს ხალხი ეს ბევრ ადამიანს აწუხებს ეს შეკითხვა. აი, ახლა მაგალითად მე რო ვიყო ეშმაკის ადვოკატი, აი 90-იანი წლები რომელზედაც ჩვენ ერთმანეთს ხოცავდით, იყო ნარკომანია, იყო იარაღი რაღაცა, ჩვენ რატო ვლაპარაკობთ მასზე, როგორც დადებით მოვლენაზე ამ 90-იან წლებზე, აი ეს რა უხსნა და ხო, და სხვათა შორის ასევე არსებობს ჩემი აზრით სრულიად მცდარი აზრი, რომ ადამიანები საქართველები და ზოგადად ადამიანები რომ ცუდი ხალხი ვართ, ეს დაგვიდასტურა იმან რომ 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო კონტროლი მოეშალა და რეგულაცია მოეშალა, ჩვენ ერთმანეთი დავხოცეთ. და ჩვენ მე მგონია რომ 90-იან წლებთან დაკავშირებით თუ რამე მითი გვაქვს გასაბათილებელი გვაქვს თავარი მითი ის რომ ადამიანებმა დავხოცეთ ერთმანეთი და ჩვენ მოვაწყვეთ ის რაც მოვაწყვეთ სახელმწიფოების ჩარევის გარეშე. კი არ ვეღონდ ძალიან რთული თემა მგონია რა უჯაფარი. სერიოზული თემა. სინამდვილეში ზღაპარი არის მათ შორის იარაღზე და იმაზე სინამდვილეში ეგრე არ იყო კაკა სახელმწიფოსგან ჰქონდათ კონკრეტულ შეერაღებულ დაჯგუფებას კონკრეტული მონოპოლია მიცემული იარაღის ტარებაზეც და დაუსჯელობაზეც. ანუ შეურული ლიცენზია ჰქონდათ დაუსჯელობაზე და ისაცდებოდა 90-იანებში ეგ იყო. ოღონდ სახელმწიფოსგან ჰქონდათ. ანუ შე რო რაღაცა გააკეთებინა პოლიციაში შენ გჯიდა. ანუ ჩეულებრივად არაყიშვილის პოლიცია ჩემი თაობის ბიჭებს იჭერდა ჩეულებრივად მაგატარებული ერთი ღამე იქ მოსაწევის გულისთვის. მაგრამ ვიღაცებს შეიძლება ლიცენზია ქონათ მიცემული რომ ნებისმიერი ნარკოტიკი შევა ქონოდა და ნებისმიერი იარაღი შევა ქონოდა და ნებისმიერი მათ შორის ვიღაცების მოკვრა და რაღაცები მათთვის მოსული ამბავი იყო. ანუ სინამდვილეში სახელმწიფოსგან ლეგიტიმირებული იყო კონკრეტული ჯგუფებისთვის ამის კეთება და არაფერი საერთო მაგას არ ქონია იმასთან რომ სახელმწიფო არ არსებობდა და ეს რაღაცა თავისუფალმა ბაზარმა მოიტანა ეგ ამბავი. არაფერი მსგავსი ახლა თბილისში ყოველ შემთხვევაში ესე იყო ჩემ გარშემო. ეგ ლიცენზია რაღაც შეთანხმების ამბავი იყო თუ უბრალოდ იმ ჯგუფებს იმდენი ძალა ქონათ სიტყვაზე რომ შეძლოთ ბეტერი მიეყენებინათ იმასთან რა ქვია პოლიციის იმასთან ეგ კარგი კითხვა სავარაუდოდ იმათ ხელში შევა უფრო მეტი ძალა უფლებაც იყო რაღაც პონჩი მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგდოს სახელმწიფო რაღაცის მაგალითად პოლიცია შეიძლება არსებობდა და ვიღაცებს შეიძლება სჯიდა და მაგათ ვერ სჯიდა რა მაგალითად თუ შენ ქონდა საბუთი რომელსაც გეწერა მარშველთა კორპუსი ეს ნიშნავდა შენ ქონდა იარაღი არ უნდა იარაღის ტარების უფლება რამე რავი ქუჩაში ვიღაცა დაგებრიდა ეგრევე პროსტა ვერც რა ნარუშილოკა იყო ხო ნარუშილოკის ამბავი იყო რა ხო და იქ მაშინ ხო ომი იყო რავი ძალიან ბევრი შეიძლება მართლა ეგრეალობა იყო რომ მომენტ ახეთ ხარეს უფრო მეტი შეერაღებული ადამიანი იდგა ვიდრე პოლიცია იყო შეერაღებული არ ვიცი მაგის დათვლა ხარ თქვენ ამბავი მგონია მაგრამ სადღაც გაჩნდა ზურა. რუსებმა დაურიგეს კაცი. ვიცი რომ რუსებმა დაურიგეს, ანუ რუსებმა რო დაურიგეს სახელმწიფო ამასთან მიმართებაში ხო იმ პერიოდის სახელმწიფო საერთოდ არ გააკეთა. არა, კაცო, იმ პერიოდში რუსებმა დაურიგეს ორივე მხარეს სინამდვილეში თბილისის ომი რო იყო, იარაღი სად ჰქონდათ. ან ერთ მხარეს ამერ საიდანო მოიტანა იარაღი, ორივეს ჰქონდა რუსების იარაღი, რუსები ამარაგებდნენ რომ ერთმანეთს დაგვეხოცა რა. შეიძლება მაგას დაჟე ისტორიებიც კაკოს მოყოლილი თბილისში ომი რო იყო, როგორ ჩალიჩობდნენ ერთი მხარეს და მეორე მხარეც რო ის რო ზაკავკასკი ოკრუგი რო იყო, ხარ ცარიელი შენობა რო არის იმაზე, ვაკესაუთავის გზაზე. მან როგორ მიდიოდნენ და როგორ ჩალიჩობდნენ იმაზე რომ ტანკი დაეთრია რომელიმეს. ტანკს თუ ითრევდი მოგებული ქონდა რა. თბილისის ომს იგებდა ისმის ტანკს დაითრევდა რა. კონკრეტულად და ჩალიჩობდნენ. რომლის მხარეზე რუსეთი იქ. რომლის მხარეზე ხო ვისმინდა ორივე საძებდა, აძებდა კალაშნიკოვებს და აძებდა მუხები რო იყო რა. ეგ იყო შეიარაღება და ტყვიები რო ესროლათ რა და ვინც დაითრევდა ტანკს ის იგებდა ომს და ორივეს ქონდა მუდმივი შიში რომ ვაი და მეორე მხარეს არ დაეკერა რუსები და თან რუსების დაკერვა ზუსტად იცოდი რომ შეიძლება რავი ვიღაცა გაეჩიდა თუცე თრალი გენერალი რომელსაც რავი 5 ბოლთრალახში შეიძლება მომენტ გამოეყოლებინა ტანკი ხო და მათ შორის კაკოს მოუყვები ცნობილი ისტორია არის ის რო არის ლანჩავო რო იყო მე თბილისის ის რო იყო კომენდანტი თუ რაღაცა და ესენი გამაგრებული არიან იმაში თბილისი მარიოტი რო არის ახლა მაშინ სასტრო თბილისი თუ რაღაცა იყო იქ არიან და აქედან ესწრიან იმას პარლამენტის შენობას იქ პარლამენტის შენობაში გამსახურდეს მომხრეები არიან გამაგრებული და ეს ლანჩავო წავიდა ტანკის მოსაყვანად რა წაიღო რაღაც არყები თუ რაღაცები და დაკერა მართლა ეს რუსები ხოცა იმათ მოუთხეს რომ ტანკი რა ტანკს თხოვდა რა და ტანკი პროსტა რა პონჩა გაგატანა რა იცით არებოდ დაждდება ხო ვერ დაждდება წამა ჩვენ გამოყვებითო რა და ჩაისვეს პროსტა ლანჩავო და მოდიოდნენ რუსთავაზე ტანკი და ამათ არავინ არ იცოდა რომ ლანჩავო წასულიყო მოსაყვანად რომ დაინახეს რომ ტანკი მოდიოდა მათო ჩათოლეს რომ გამსახურდნენ დაკერაო რუსები და ტანკი იმათ დასახვალად მიდისო და ერთი 20 კაცი ამოძერითო იქიდან და რაც კი მუხები ქონდა ყველა მიუშიოთ ამ ტანკსო რა 20 კაცმა ვესროლეთო რა ეს ტანკი გაჩერდება და ლულისტრიალო დაიწყო ვიფიქრეთ რომ დაგვენძრა უკვე ეს არაფერი არ მოვიდა ტანკს მუხისგან რა და მე პროსტა მიატრიალო ბოლომდე იქიდან და ლუკი ახადაო ვიღაც ტიპი გადმოაგდესო და წავიდაო გატრიალდაო და ეს ვიღაც ტიპი იყო ლანჩავო რომელიც ამოვიდა თავგასიებული იყო 20 მუხა გავაკეთდა კანტუზია ქონდა ხო ეგეთი ამბები ხდებოდა იმაზე ამ ცხადია რომ რუსების ამბავი იყო აქედან მხარეს და იქიდან მხარეს შეიარაღების ნაწილში რა ესეთი სურველი
კანტუზირებული არ აი ეხა ხო გვეცილება 70 წელი მონობაში ცხოვრობ. აი ამბოზგე აკუ ბობუხიძეს თხოვოთ შენთან თავისუფალ ბაზარში პროსტა დაჟეი რავი კვირაში ერთხელ იაროს და პროსტა ეს ისტორიები მოყვეს მე ვთხოვდი როცა რაღაც პარლამენტში როცა ერთად ხედავ სულ თქო არ მოყოლით ვიცი ბევრი ისტორია მისგან მაგრამ მგონია რომ აკუ მონაწილე იყო აკუ არის მონაწილე 80-იან წლებში დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან ყველა major რაღაც ივენთი ყველა მნიშვნელოვანი ამბავი რაც კი მომხდარა იმ დროს ომების ჩათვლით აფხაზეთის ცხიმაში თუ კი რამე ამბავი იყო მოლაპარაკება იყო რაღაცა ყველგან იყო უშუალო მონაწილე იქ იჯდა რა მინიმუმ ყური ქონდა და უსმენდა და თვალი ქონდა და ხედავდა რა ხდებოდა და აქვს უამრავი ისტორიები რომელიც ჩემი აზრით პროსტა რავი დაიკარგება და სულ თხოვდი რომ ან დაწერე თქო ან ჩაწერე თქო რომ პროსტა დარჩეს თქო რა ისტორიას თქო და სულ ეზარება ესე დაგიჟდება მოგიყვება მაგრამ არ ჩაწერს და არ დაწერს შანსი არ არის და იცის ბევრი რაღაცეები იცის ესეთი სასაცილო ისტორიებიც ტრაგიკული ისტორიებიც საათობით შეუძლია მოყვეს. თქო და მართლა მგონი რომ დაიკარგება მართლა. ისე ხარეზე იყო მაშინ სადი. აქეთ ხარეს იყო. ანუ გამსახურდეს წინააღმდეგ იყო.